მოგესალმებით მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ შეპირებული ბლოგი, რომელსაც შეგვიძლია ჩემი წინა ბლოგის დროს, რომელიც ეძღვნებოდა ევროკავშირის ხელმძღვანელობაში ჩაბუდებულ ფაშისტების პირდაპირ შთამომავლებს და მაშინ მე გითხარით აუდიტორიას თუ თქვენ მოგეწონებათ ეს ბლოგი, მე აუცილებლად გავაკეთებდი ერთ ძალიან საინტერესო და ძალიან მტკივნეულ თემას ბევრისთვის, ნატოს სამხედრო ბლოკში არსებული პირდაპირი არათუ შთამომავალი ფაშისტების, უშუალოდ ფაშისტი სამხედრო დამნაშავეები, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თავი დააღწიეს აბსოლუტურად ყველანაირ პასუხისმგებლობას და ომის დამთავრების შემდეგ დასავლეთის ქვეყნები მათ აქტიურად იყენებდნენ თავიანთ ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ სამხედრო ბლოკში, რომლისკენაც ჩვენ კისრის ტეხით მივდივართ. აუდიტორიამ თავისი სიტყვა პირნათლად შეასრულა, 1000-მდე მოწონება ავიდა, ამიტომ მე ჩემი მხრიდან უნდა შევასრულო სიტყვა, ეს დღეები არის მუშაობ აი ამ ბლოგზე, მინდა შემოგთავაზოთ და მინდა გითხრათ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც თქვენ ამ ბლოგში ნახავთ, თქვენ შეგიძლიათ თქვენვე გადაამოწმოთ ღია წყაროებით, შეგიძლიათ თამამად გაუგზავნოთ ნებისმიერ ადამიანს, რომელი ადამიანიც თქვენ ამაზე შეგედავებათ, ამას რუსულ პროპაგანდად ჩაგითვლით, რადგან ეს ფაქტები არის გადამოწმებული უამრავჯერ და საკუთარი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ ეს ასე იყო. მანამდე კი ერთი მნიშვნელოვანი სიახლე მინდა გითხრათ, მოკლედ ჩემი ბლოგის, ჩემი გვერდის, ესე რომ ვთქვათ, ვიდეოებს დავუმატე ეგრეთ წოდებული ტაიმკოდები, რომელიც თითოეულ ვიდეოს აღწერილობაში ექნება, ხშირად მეჭუბებიან, რომ დიდი ვიდეოა და პატარა გააკეთე. მოკლედ თქვენ თუ გაინტერესებთ რაიმე კონკრეტული ინფორმაციის, საინტერესო ინფორმაციის მოძებნა ვიდეოს ხანგრძლივობის მანძილზე, რომ არ დაგჭირდეთ გადახვევები, გადმოხვევები, ამის ძებნა, აი აქ არის ტაიმკოდებით გაწერილი და სასურველ დროზე, სასურველ თემასთან დაკავშირებით თქვენ შეძლებთ გადახვევას. მანამდე კი ჩემოკარგებო, მინდა შეგახსენოთ ჩემი არხი ტელეგრამში ჩემი არხი, აზიმუტი შემოგვიერთდით და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ჯერ ერთი ბლოკირება ტელეგრამის ქართულ სივრცეში შეუძლებელი არის, არა მარტო ქართულში და მეორე ის, რომ ტელეგრამი გვაძლევს საშუალებას ინფორმაციები, რომელიც ცენზურის ქვეშ ხდება Facebook-სა და YouTube-ზე, აქ თავისუფლად იქნას განხილული. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ დაასკანეროთ ეს კოდი და აღმოჩნდეთ ჩემ არხზე, ან და აუცილებლად იქნება მითითებული ქვემოთ აღწერილობაში, რომლის საშუალებითაც ლინკი, რომლის საშუალებითაც პირდაპირ აღმოჩნდეთ. მაშასი, ახლა კი შევუდგეთ საქმეს და მოდი ყველაფერს გააჩნია საწყისი ბუნებაში, თავისთავად ორგანიზაცია ნატოსაც გააჩნდა თავისი საწყისი თავის დროზე ჩამოყალიბების მომენტში. ორგანიზაცია ნატო, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით საკრალურია და გასაკრალურებული არის, ოდესმე გვეღირსება ქართველებს მისი წევრობა, შუალშორის არა მარტო საქართველოში, იგივე უკრაინაში, რის გამოც იქცევა ქვეყანა და მოკლედ არის კიდე რამოდენიმე მიმართულება ეს ჯენზი თაობის usakრალურესი ორგანიზაცია, წმინდა ნატო. 1959 წლის 4 აპრილს შეიქმნა ორგანიზაცია ნატო. ვაშინგტონში მოეწერა ხელი, მისი შემქმნელები იყო 11 ევროპული ქვეყანა, 2 ამერიკული ქვეყანა და ამ ქვეყნების მთავრობებმა გადაწყვიტეს, რომ მათ უნდა ჰქონოდათ კოლექტიური უსაფრთხოების ქოგა. რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი? ამ ყველაფრის მიზეზი ბევრი რამ იყო, მაგრამ უმთავრესი მიზეზი იყო საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირი, რომელმაც არც ისე დიდი ხნის წინ, დაახლოებით 4 წლის წინ, ნატოს წევრ ქვეყნებთან ერთად დაამარცხა მსოფლიოს ბოროტება, ფაშიზმი. მაგრამ 4 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, გუშინდელი მოკავშირეები დღევანდელი მტრები გახდნენ, ამიტომ დასავლეთის ბანაკმა გადაწყვიტა, რომ მათ უნდა ჰქონოდათ თავისი უსაფრთხოების ქოგა, სადაც საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ქვეყნების ადგილი არ იქნებოდა. ის თუ რა ხდებოდა 1955 წლიდან 1959 წლამდე, ეს ცალკე ისტორია, ძალიან დიდი და ძალიან საინტერესო. საკმარისი არის თქვათ ის, რომ გუშინდელი მოკავშირეები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ და ერთმანეთის გვერდით მხარდამხარ იბრძოდნენ, მშვიდობიანობის პერიოდში ერთმანეთის მტრები გახდნენ. ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი იდეოლოგია იყო, საბჭოთა კავშირი
თავისი იდეოლოგიით ცხოვრობდა, დასავლეთი თავისი იდეოლოგიით ცხოვრობდა. საბჭოთა კავშირს თავისი ეკონომიკური სისტემა ჰქონდა, დასავლეთს თავისი ეკონომიკური სისტემა ჰქონდა. ამიტომ ერთი მეორესთან როგორც წყალი და ზეთი შეუზავებელი იყო ამ ორი ბანაკის თანამშრომლობა. ამ სიტუაციის ალბათ ყველაზე ზუსტი შეფასება შემდეგნაირად შეიძლება მოხდეს. ქარიშხლის დროს დადებულ ფიცს ზიან ამინჩი ივიწყებენ. მოკლედ ასეც მოხდა. საბჭოთა კავშირი და დასავლეთი ამ დღიდან უკვე დაუძინებელი მტრები იყვნენ ერთმანეთის და მზად იყო ორივე მხარე ერთმანეთისთვის იარაღი დაემიზნებიათ. როგორც გითხარით, ამ თემასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა ბოლო 4 წლის მანძილზე, საუბარი შორს წაგვიყვანს და ცალკე ბლოგის თემა. ესეც თუ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ ან მოიწონოთ და აუცილებლად გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით ბლოგსაც, თუ რა მოხდა 45-49 წლის პერიოდში. დამიჯერეთ, ძალიან საინტერესო არის ეს მომენტი. წინა ბლოგის დროს მე თქვენ გაჩვენეთ აი ეს სურათი, რომელშიც იყო სახელები, გვარები და თანამდებობები მითითებული ადამიანების, რომლებიც თავის დროზე ფაშისტები იყვნენ, შემდეგ კი ნატოს ჯარებში მსახურობდნენ. ну რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით უამრავი წივილი, კივილი, ჩხივილი არსებობდა საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში იყო ატეხილი ერთი ამბავი, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ აი ეს და არა მარტო ეს აბსოლუტური სიმართლე არის. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტებს მძიმე დრო დაუდგათ. მათი ადგილი არათუ გერმანიაში, არამედ მთლიანად ევროპაში აღარ დარჩა. დამარცხებული იყო გერმანია, დამარცხებული იყო იტალია. სტალინის მოთხოვნით კი უნდა შექმნილიყო საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელზეც ყველა ნაცისტი დამნაშავე უნდა გასამართლებულიყო. აქედან გამომდინარე, ნაცისტებს მხოლოდ ორადორი გზა ჰქონდათ. გზა პირველი, რომელიც ითვალისწინებდა შემდეგ რამეს. მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის შეგროვება და შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობა, ჩაბარება. ხოლო მეორე გზა უფრო რისკიანი იყო, მაგრამ ისიც არსებობდა. დღეს ალბათ ბევრისთვის წარმოუდგენელი არის, მაგრამ დამარცხებულ ფაშისტებს იმ დროისთვის მაშველად ორი ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია მოევლინა. ეს იყო წითელი ჯვარი და ასევე ვატიკანი, რომის პაპი. საინტერესო არის ის, რომ უშუალოდ ფაშისტების მფარველობას ალიოს ხუდალი ახორციელებდა, ეპისკოპოსი ვატიკანიდან. დიახ, ის უქმნიდა ფაშისტებს დოკუმენტებს, სხვა სახელზე, სხვა გვარზე, რომლის მეშვეობითაც ისინი ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ კი არგენტინაში ახდენდნენ ემიგრაციას. თუმცა ფაშისტებისთვის ჯოჯოხეთად ქცეულ დედამიწაზე არგენტინა ერთადერთი ოაზისი არ ყოფილა. ფაშისტებმა ნაცვაყუდელი ნახეს პარაგვაიში, ბრაზილიაში და სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში. თუმცა არა მარტო სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში, რაზეც თქვენ მოგვიანებით გაიგებთ. რაც შეეხება ამ საკითხს, თუ სად დაიმალენ და სად დაიკარგნენ ფაშისტები და მათი შთამომავლები, თუ თქვენ დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში და თუ თქვენი სურვილი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებითაც აუცილებლად გავაკეთებ ვიდეო ბლოგს. ალბათ ბევრისთვის გასაკვირად, მაგრამ ფაშისტებმა თავშესაფარი ასევე ნახეს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ქვეყანა, რომელიც თვითონ ფაშიზმის დამარცხებაში მონაწილეობდა, ასევე ნიურნბერგის პროცესში მონაწილეობდა და ფაშისტ დამნაშავეებს ასამართლებდა. თავად ევროპაში ომს 250,000 ამერიკელი ჯარისკაცი შეწირა. მიუხედავად ამისა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო ის ქვეყანა, რომლებიც ნაცისტ დამნაშავეებს ორივე ხელით გახარებული იხუტებდა გულში. მაგრამ ნაცისტების გულში ჩახუტება უანგაროდ არ ხდებოდა. ნაცისტებს უნდა ჰქონოდათ რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ეს იქნებოდა დაზვერვასთან დაკავშირებული, რაიმე მეცნიერულ ნაშრომებთან დაკავშირებული, რომელიც მესამე რეიხში წარმატებით ხდებოდა, მათ შორის ექსპერიმენტები ადამიანებზე და ესე შემდეგ, ან მათ უნდა ჰქონოდათ რაიმე განსაკუთრებული გამოცდილება. ამ მიზნით ამერიკელებმა სპეციალური სამსახური შექმნეს, რომელიც ფაშისტების ფილტრაციას ახდენდა. არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სამხედრო დანაშაულს. თავარი იყო რა გამოცდილებას ფლობდა, რა ინფორმაცია გააჩნდა და რა უნარების პატრონი იყო. ასევე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეთნიკურ ნიშანს, იყო გერმანელი თუ არ იყო გერმანელი.
ამ ყველაფრის მაგალითისთვის ერთი ხორვატი ჯალათის მაგალითიც ეყოფა. პიტერ ბრისცა, რომელიც ბალკანეთის ოკუპაციის დროს ფაშისტების მხარეს იბრძოდა. შემდეგ კი დანიშნული იყო ტყვეთა ბანაკის ხელმძღვანელად. პიტერ ბრისცას ეკუთვნის რეკორდი ადამიანის მკვლელობაში. ერთ ღამეში 1394 სერბის მკვლელობა, რომელსაც ასევე გამოგონილი ჰქონდა სპეციალური კაცის მოსაკლავი იარაღი, რომელსაც სერბოსეკი ერქვა. არ ვიცი, ამერიკელებმა ამ ადამიანში რა სპეციალური უნარი აღმოაჩინეს და დაინახეს, მაგრამ ის თავისთან წაიყვანეს. 1970-იან წლებში მაშინდელი იუგოსლავია განსაკუთრებით ითხოვდა ფაშისტი დამნაშავის ექსტრადაციას, თუმცა ამერიკელებმა პირობა შეასრულეს და პიტერ ბრისცა არავისთვის არ გადაუციათ. 1970-იან წლებში პიტერ ბრისცას კვალი უზოუკლოდ გაქრა. რა თქმა უნდა, ის სარგებლობდა ამერიკელების სპეციალური პროგრამით, რომელზეც სახელმწიფო ზრუნავდა. ვიცი, ამ ბლოგს ერთი ამბავი მოყვება. უკანა განათლებულები და ეპშტეინის კოალიციის ტაშის მკვლელები, რა თქმა უნდა, კომენტარებში დაწერენ, რომ ეს რუსული პროპაგანდაა და რომ ეს ყველაფერი თურმე პუტინის დავალებით ხდება, რომელსაც მე ვასრულებ, ამიტომ მე მათთვის მოვამზადე სპეციალური წამალი. 2014 წელს გაზეთმა New York Times-მა დაბეჭდა გახმაურებული სტატია. ასევე გახმაურებული სათაურით. ცივი ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატები აგენტებად იყენებდნენ 1000 ნაცისტ დამნაშავეს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მაშინდელი CRU-ს და FBR-ის შეფები, ალენ დალესი და ედვარდ ჰუვერდი თვლიდნენ, რომ ნაცისტი დამნაშავეების გამოცდილება და უნარი ბევრად მეტი მნიშვნელოვანი იყო, რომელიც მათ საბჭოთა კავშირთან ბრძოლაში დააგროვეს, ვიდრე მათი მორალური მხარე, ის დანაშაულებები, რომლებიც კაცობრიობის წინაშე ჩაიდინეს ფაშისტური გერმანიის დროს. ყველაფერი კი შემდეგნაირად დაიწყო. თქვენს წინაშეა ნაცისტების გენერალ-ლეიტენანტი რეიხან გელენი. პიროვნება ძალიან დიდი გამოცდილებით და ძალიან დიდი ცოდნით. მან გენერალ-ლეიტენანტობა 1945 წლის 9 აპრილს მიიღო. გააცნობიერა რა, რომ ომი წაგებულია და გერმანიის საქმე ცუდად მიდის, მან გადაწყვიტა დაეტოვებია სამსახური, გაიყვანა ოჯახი, რომელსაც ჯერ ბავარიაში გადამალავდა უსაფრთხოდ, რათა საბჭოელებს არ ჩავარდნოდა ხილში. თავად კი რამოდენიმე თანაშემწესთან ერთად გადაიღო აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაციის კლონი და სადღაც ავსტრიის მთებში დამალულიყო. შესაბამისი მომენტისთვის კი ჩაბარებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი ინფორმაციით. 1945 წლის 22 მაისს რეიხან გელენი ჩაბარდა ამერიკელებს და ასე რომ ვთქვათ, შეუფასებელი ინფორმაცია გადასცა. ცნობისთვის რომ იცოდეთ, ვინ იყო რეიხან გელენი. ეს ადამიანი იყო გერმანული კონტრდაზვერვის სამსახურის აბვერის ოფიცერი. ძალიან წარმატებული ოფიცერი იყო. მისი მუშაობის შედეგად შეიძლება მისი ნამუშევრების პიკად ჩაითვალოს შემდეგი რამ. მან 1942 წელს შეძლო ის, რაც არავის არ გამოსვლია შემდეგ, არც მანამდე და არც მის შემდეგ. ჩაატარა ოპერაცია სახელწოდებით ფლამინგო. რას ითვალისწინებდა ოპერაცია ფლამინგო? საბჭოთა ტყვეებში აარჩია მაღალი ჩინის ოფიცერი, მიშნევსკი გვარად, რომლის ბიოგრაფია შეისწავლა დეტალურად და თანამშრომლობა შესთავაზა. მან შესთავაზა, რომ მიშნევსკი იქნებოდა შესაბამისი ლეგენდით გაქცეული გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკიდან და იმ მტკიცებულებებით, რაც ბერიას კგბ-სთვის აღმოჩნდებოდა ურყევი მტკიცებულება მისი გაქცევის შესახებ, რათა ეჭვი არ შეეტანათ და ის იქნებოდა საბჭოთა კავშირის გენერალურ შტაბში ჩანერგილი გერმანიის აგენტი, საიდანაც მოაწოდებდა ინფორმაციებს გერმანიას. სანაცვლოდ გელენი მიშნევსკის შეპირდა მისი ოჯახის უსაფრთხოებას, რომელიც გერმანელების უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ეს ფანდი აღმოჩნდა ძალიან წარმატებული. საბჭოელებმა დაიჯერეს მათი
უკვე გაღალატებული ოფიცრის ლეგენდა და ნიშნავს კი სამსახურში დააბრუნეს მას შემდეგ რაც ის გამოიქცა ვითომ გერმანული ბანაკებიდან და პრაქტიკულად გერმანელი შტერლიცის როლს ასრულებდა საბჭოთა ჯარში. რაც შეეხება გელენის ისტორიას. გელენმა სრულიად ინფორმაცია, რომელიც ძირითადად მას ევალებოდა ბოლო დროს აღმოსავლეთის ფრონტის მიმართულებაზე, აგენტურული მუშაობა, უკაცრავად ერთიანად მოაგროვა და ამ მონაცემებით თანამშრომლობა შესთავაზა ამერიკელებს, რადგან ომი დასრულდებოდა დასავლეთის ამერიკელებს აუცილებლად დასჭირდებოდათ ინფორმაცია საბჭოთა კავშირის შესახებ და იმ ღრმა აგენტურული ქსელების შესახებ, რომელიც გელენს და ნაცისტებს უკვე გაჭრილი ჰქონდათ. თუ არა ნაცისტები, აბა ვინ უკეთესად იცნობდნენ საბჭოთა კავშირს, მასთან ბრძოლის მეთოდებს, რომლებიც ბოლო 4 წლის მანძილზე სამდრო სასიცოცხლო ბრძოლაში იყვნენ ჩაბმულები. და გელენმა თავისი კონტაქტებით, თავისი არქივებით, თავისი მტკიცებულებებით მიაშურა ამერიკელებს, რომლებმაც სიამოვნებით ჩაიბარეს გელენი, წაიყვანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ყავდათ ცოტა ხანი, რამოდენიმე წელიწადი და მას შემდეგ, როდესაც უკვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იქნა ფორმირებული, დასავლეთ გერმანია, გელენი გამოგზავნეს დასავლეთ გერმანიის კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსად. რა თქმა უნდა, გელენმა ყველაზე კარგად იცოდა მისი თანამებრძოლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამიტომ საკადრო პოლიტიკის ფორმირებას გელენი ჩაუდგა სათავეში. მისი პირველი კადრი, ერთ-ერთი პირველი კადრი, ვინც იქნა შერჩეული, ეს იყო გერმანელი პილოტი იოჰანეს შტაინჰოფი. ლუფტვაფეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ასი საბჭოელებთან ბრძოლაში გამოცდილი პილოტი, რომელიც 1945 წელს ავარიაში მოყვა და ძიმედ დაზიანდა, დამტვრეული ჰქონდა სახის ძვლები და 2 წელი მისი ჰოსპიტალირება გახდა საჭირო. თუმცა გელენის მფარველმა ხელმა მოიძებნა შტაინჰოფი და ის გერმანული სამხედრო საჰაერო ძალების აღდგენისთვის საჭირო კადრად გამოაცხადა. ის სათავეში ჩაუდგა ჯერ ახლად შექმნილ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო საჰაერო ძალებს, თუმცა მოგვიანებით უკვე გენერლის ჩინი მიიღო და ნატოს შეიარაღებული ძალების ალიანსის სტრუქტურებში მრავალწლიანი მუშაობის შემდეგ ჩაიბარა ნატოს სამხედრო კომიტეტის მიმართულება. აი ეს არის შტაინჰოფი, მანამდე სანამ მოხვდებოდა ავარიაში და ფაშისტებთან მსახურობდა, ეს კი მას შემდეგ, რაც მონაწილეობდა უკვე ნატოს შეიარაღებული ძალების, სამხედრო საჰაერო ძალების და სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელად გენერლის ჩინში. ეს არის ერთ-ერთი მათგანი, რომლებიც მე თქვენ გაჩვენეთ ფოტოზე, იმ 8 ოფიცერთაგანი. ჩვენი ბლოგის შემდეგი გმირი ჰან შპენდელია. ეს იყო ძალიან გამოცდილი სამხედრო პირი, რომელიც ჯერ კიდე ჰიტლერის დროს იკავებდა დიდ თანამდებობას და აქტიურად მონაწილეობდა საფრანგეთის ოკუპაციაში. მას პირადად ვერ იტანდა საფრანგეთის გმირი და შემდეგ პრეზიდენტი შარლ დე გოლი. 1957 წელს ის პირადად ეწინააღმდეგებოდა ევროპაში ნატოს შეიარაღებული ძალების სარდლის თანამდებობაზე ჰანს შპინდელის დანიშვნას, თუმცა უშედეგოდ. მისი ექსტრადაცია არაერთხელ მოითხოვა საბჭოთა კავშირმა როგორც სამხედრო დამნაშავის. თუმცა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ და მან ბოლომდე იმსახურა, ბოლომდე მოიხადა თავისი მისია ნატოს შეიარაღებულ ძალებში. აღმოსავლეთ გერმანიაში იქნა გამოცემული
წიგნი, სპეციალური წიგნი, რომელსაც სახელწოდებით ერქვა ოპერაცია ტევტონური მახვილი. სადაც თავმოყრილი იყო ამ ვაჟბატონის და არა მარტო ამ ვაჟბატონის იმ პერიოდის ნატოს ოფიცრების სამხედრო დანაშაულები აღმოსავლეთ გერმანიის და არა მარტო გერმანიის ფრონტზე ზოგადად კაცობრიობის წინაშე. თუმცა რა თქმა უნდა, უშედეგოდ, როდესაც მან დაასრულა თავისი მოღვაწეობა ამის შემდეგ, სრულიად ვალი როდესაც მოიხადა, აღნიშნული თანამდებობა დატოვა და მოგვიანებით არჩეული იქნა გერმანიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის პრეზიდენტად. დაიმახსოვრეთ ჰანს შპიდელი ჯერ კიდე მარჯვენა ხელი საფრანგეთში ჰიტლერის, შემდეგ ნატოს გამოჩენილი სარდალი. ჩვენი ბლოგის შემდეგი გმირი არის ბობოლა ნაცისტი, რომელიც ჰიტლერის ერთ-ერთი მარჯვენა ხელი იყო, ნამდვილად ეს არის ადოლფ ჰოიზინგერი. დაბადებული 1897 წლის 4 აგვისტოს, გარდაიცვალა 1982 წლის 30 ნოემბერს. გერმანელი სამხედრო მოღვაწე, გენერალი 1957 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური გერმანიის სახმელეთო ჯარების გენერალური შტაბის ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო. ომის შემდეგ ბუნდესვერის გენერალური ინსპექტორი, მოგვიანებით ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე. ჰოიზინგერი ნიურნბერგის პროცესზე გადიოდა, მაგრამ ყურადღებით აქ როგორც მოწმე სამხედრო დანაშაულის და არა დამნაშავე. მსგავსი რამ გონებაში ძნელად დასატევია თუ გაითვალისწინებთ რა თანამდებობა ეკავა მას. ჰიტლერის დროს ჰოიზინგერი მესამე იყო იმ ჩინოსანთა იერარქიაში, რომლებსაც ვერმახტის სახმელეთო ოპერაციების დაგეგმვა და შესრულება ევალებოდა. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ 1961 წელს ვაშინგტონში სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშნულიყო. იმავე წელს სსრგ დაჟინებით მოითხოვდა ჰოიზინგერის როგორც სამხედრო დამნაშავის გადაცემას, რომელიც პასუხისმგებელი იყო სსრგ-ს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულების. მაგრამ რა თქმა უნდა, უშედეგოდ. დაუფასდა ამერიკელებთან თანამშრომლობა, იქნა გამოყენებული ნიურნბერგის პროცესზე, შემდეგ ამერიკის უსაფრთხოებას ემსახურებოდა, შემდეგ კი ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. დაიმახსოვრეთ ადოლფ ჰოიზინგერი. ჩვენი ბლოგის შემდეგი გმირი კი ერნესტ ფებერი არის. მოკლედ, ეს ვაჟბატონი ვერმახტის შემადგენლობაში უმაღლესი სარდლობის საორგანიზაციო განყოფილებაში მსახურობდა. ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. დიდი თანამდებობის მქონე პირი იყო, რომელმაც ვიცე-პოლკოვნიკის ჩინში დაასრულა ომი. ომის დასრულების შემდეგ ის ამერიკულ ტყვეობაში აღმოჩნდა, სადაც გაიარა დამუშავება და დამუშავების შემდეგ, რა თქმა უნდა, სადიმუშავებდა იქ, სადაც გელენი იყო. გადაიყვანა თავისთან, თავისი ერთ დროს თანამებრძოლი და 1973 წელს ის გახდა გენერალი, რომელმაც ჩაიბარა ევროპაში ნატოს ძალების მთავარ სარდლის პოსტი. ეს ვაჟბატონი არის, რომელიც შემდეგ იქნა დაფასებული, დაჯილდოვებული და ხელმძღვანელობდა ნატოს უსაფრთხოების ძალებს. ჩვენი შემდეგი გმირი ასევე ვერმახტის ოფიცერი იყო, რომელიც შემდეგ დემოკრატიული ნატოს გენერალი გახდა. ეს არის ფრანც იოსეფ შოლცი. ფრანც იოსეფ შოლცი, მართალია მეორე მსოფლიო ომის დროს მაღალი თანამდებობის პირი არ ყოფილა, თუმცა ბრძოლაში თავი გამოიჩინა, რომელიც იყო ბატარეის მეთაური, რომელმაც შეაჩერა ბრიტანელების სატანკო არმადების წინსვლა. ხანმოკლე ტყვეობის შემდეგ პოლიტიკისგან და ომისგან შორს მდგომ სფეროში მუშაობდა, შემდეგ კი რა თქმა უნდა გამოჩნდა ჩვენი ბლოგის მთავარი გმირი გელენი, რომელმაც ძველ თანამებრძოლებში ის აღმოაჩინა, მოძებნა, შემდეგ კი კარიერა
ბუნდესვერში, ნატოს შეიარაღებულ ძალებში გაიკეთა. ამ კარიერის კულმინაცია კი ის გახდა, რომ 1977 წელს შნელი, რომელიც ჩვენი გმირი იყო ასევე ერთ-ერთი და იყო ცენტრალური ევროპის ძალების სარდალი, მის ჩამნაცვლებლად იქნა გადაყვანილი დემოკრატიული ნატოს შეიარაღებულ ძალებში. თავის დროზე იყო გამოჩენილი სამხედრო, რომელმაც უბრალოდ თავი გამოიჩინა ბრძოლაში და დაჯილდოვებული იყო ფაშისტების შესაბამისი ორდენით. შემდეგ კი ნატოს გენერალი გახდა. იცით რა შეასაქმე, უამრავი ჩინოვნიკი არის ფაშისტები, რომლებიც სხვადასხვა თანამდებობებზე სხვადასხვა ქვეყნებში იყვნენ, მაგრამ ეხლა მე უბრალოდ საუბრობ უშუალოდ ნატოს სტრუქტურებში და უშუალოდ ნატოს სტრუქტურებში მაღალ თანამდებობაზე ყოფილ ფაშისტ ჩინოვნიკებზე. ფაშისტი, რომელიც ახლა უნდა შემოგთავაზოთ, ეს შულცისგან განსხვავებით შთამომავლობითი ფაშისტია. ის არ არის მარტო ჰიტლერის შეიარაღებული ძალების ოფიცერი და ნატოს შეიარაღებული ძალების ოფიცერი. მას მამაც გენერალი ყავდა. თქვენს წინაშია გენერალი ფრიდონ ფონ ზეგ უნდერ ეტერლინგი. სატანკო ჯარების გენერლის ვაჟი, რომელიც 1944 წელს მარჯვენა ხელში დაიჭრა, მარჯვენა ხელი დაკარგა და ამის შემდეგ ფრონტის დატოვება მოუწია. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ის მსახურობდა სახმელეთო ჯარების უმაღლეს სარდლობაში ადიუტანტად. ხანმოკლე ტყვეობის შემდეგ იურისპრუდენციის სფეროში დაიწყო მუშაობა. 1956 წელს ეს წელი კარგად დაიმახსოვრეთ. შეუერთდა ახლად შექმნილ ბუნდესვერს, სადაც ტანკების გამოცდით იყო დაკავებული. ნატოს სამხედრო სტრუქტურებში მისმა მრავალწლიანმა მოღვაწეობამ გენერლის ჩინამდე მიაღწია. 1979 წელს ცენტრალურ ევროპაში ალიანსის ძალების მთავარსარდლის პოსტზე დაინიშნა. მოკლედ რომ იცოდეთ შემდეგში ვინ იყო ეს ვაჟბატონი, აი აქ ნატოში წამომჯდარი, ეს კი მისი მამა, რომელიც ასევე ჰიტლერის შეიარაღებული ძალების სატანკო არმადების გენერალი იყო და რომელმაც შვილით სამხედრო გაზარდა. ეს ისე ცნობისთვის მაინც რო ვიცოდეთ, ვისთანა გვაქვს საქმე. ახლა კი მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ბლოგის ბოლო გმირი და ეს გახლავთ იოჰან ფონ კილმანსენგი. მეორე მსოფლიო ომის დროს ის მსახურობდა ბერლინში, გენერალური შტაბის პოლკოვნიკად. ასევე იყო მათ შორის, რომელმაც იცოდნენ 1944 წელს ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება. თუმცა მტკიცებულებების არ ქონის გამო, მაშინ ის სასჯელს გადაურჩა. ომის დასრულების შემდეგ ის ტყვედ ჩაუვარდა დასავლეთის მოკავშირეებს, სადაც ცოტა ხანი გაატარა ბანაკში დამუშავების შემდეგ. სამოქალაქოზე პროფესიის გარეთ მუშაობდა. სხვა რაც საქმეებით ირჩენდა თავს, თუმცა გელენის გამოჩენამ მასაც როგორც მის წინამორბედებს დიდი წყალობა მოუტანა. ის მალევე დაუბრუნდა 1956 წლიდან დაუბრუნდა გერმანული შეიარაღებული ძალების მშენებლობას, ხოლო 1967 წელს გენერლის ჩინით დაინიშნა ცენტრალურ ევროპაში ნატოს ძალების მთავარ სარდლად. აი, ევროპაში ალიანსის ოფიცერთა იერარქიის მეორე უმაღლესი საფეხური იყო ეს მისი თანამდებობა. აი ეს გახლავთ ეს ვაჟბატონი, რომელიც შემდეგ იქნა დაჯილდოვებული მედლით დამსახურებებისთვის. მოკლედ, ჩემო კარგებო, ეს იყო ის პიროვნებები, რომელი პიროვნებების უშუალოდ მონაწილეობდნენ მეორე მსოფლიო ომში, იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები ძირითადად და შემდეგ გახდნენ ნატოს შეიარაღებული ძალების სარდლები. ასე რომ ფოტო, რომელიც მე თქვენ წინა ბლოგის დროს გაჩვენეთ, აი ეს ფოტო,
და ზოგ-ზოგიერთმა ეჭვი შეიტანა, რომ ასე არ იქნებოდა, ისე არ იქნებოდა, ეს არის მათი ბიოგრაფიები, უშუალოდ მათი ბიოგრაფიები, ვინც მაღალ თანამდებობაზე მსახურობდნენ ჯერ ფაშისტების ხელში იყვნენ დაჯილდოებული, ჰქონდათ მაღალი ჩინები მიღებული და შემდეგ იყვნენ ნატოს ოფიცრები. ამიტომ შეგიძლიათ თავადაც გადაამოწმოთ აბსოლუტურად თითოეულის ინფორმაცია. იცით რა შეასაქმე, ენას ძვალი არ აქვს. ისინი ათასნაირ გამართლებას მოუპოვებენ იმას, რომ ესენი საჭირო იყო, მათ არ ჩაუდენიათ დანაშაული და რა თქმა უნდა, ალენ დალესის დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით ის, რომ მათი მორალური მხარე, რომელიც მორალური მხარეც მეორე მსოფლიო ომის დროს ადამიანების ხოცვა-ჟლეტვას ეხებოდა, ნაკლებად საინტერესო არის, რადგან მათი გამოცდილება საბჭოთა კავშირთან ომისთვის უფრო მეტი მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. აი ეს ორგანიზაცია არის. ახლა დღევანდელი საქართველო ისეთი საქართველო არის, სადაც სტალინის ძეგლებს საკუთარი ხელით ვანგრევთ, სადაც მისი დადგმა არ შეიძლება, სადაც მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების მემორიალებს ჩვენივე ხელით ვანგრევთ და ალბათ ეს ბევრისთვის აბსოლუტურად ნორმალური არის, რომ ეს ფაშისტები აქ მსახურობდნენ, მაგრამ მე მინდა გითხრათ ერთი ელემენტარული რაღაცა. ბლოგი, რომელიც მე თქვენ შემოგთავაზეთ, წინა ბლოგი, სადაც გესაუბრეთ ევროკავშირის ხელმძღვანელობის წინაპრებზე, რომელთა ბაბუები მაღალი თანამდებობის ელიტის პირები იყვნენ ფაშისტები. და სამოქალაქო საზოგადოებაში ისინი არიან ახლა შთამომავლები. სამხედრო თვალსაზრისით ესენი იყვნენ უშუალოდ მონაწილეები და პირდაპირ შთამომავლები კი არა, უშუალოდ მონაწილეები და ამათი პირდაპირ შთამომავლები, რა თქმა უნდა, შეიარაღებულ ძალებში არიან და ნატო სტრუქტურებში არიან. რა თქმა უნდა, მათ კიდე არ გინდა ამხელა დამარცხების შემდეგ, რომლებსაც არც პასუხი უგიათ, არც გასამართლებულან და არაფერი მათ არ მოსვლიათ, რა თქმა უნდა, აქვთ იმის განცდა, რომ ისინი დამარცხდნენ თავის დროზე და შთამომავლობამ რამენაირად რევანში უნდა აიღოს. ამიტომ, როდესაც ხდება ესეთი მოვლენები, რასაც ხედავთ უკრაინაში, რაც ხდებოდა მაგალითად იუგოსლავიაში თავის დროზე, ეს ყველაფერი თავიდან ბოლომდე, რა თქმა უნდა, აი ამ ძალიდან არის მართული, წახალისებული და ამ ყველაფერში ისინი შურს ძიობენ იმ ქვეყნის მემკვიდრეებზე, რომელმა ქვეყნებმაც ისინი დაამარცხეს, თავიანთი წინაპრები დაამარცხეს თავის დროს. ამიტომ მათი პოლიტიკის შედეგი იყო და რა თქმა უნდა, რუსეთში უგუნური პოლიტიკის შედეგი იყო, რომ საბჭოთა კავშირის ქვეყნები ერთმანეთთან ომობენ და ამ ომიდან ვერ ამოვიდნენ. რაც შეეხება იმ ფაქტს, რასაც ქვია მილიტარისტული ლიბერალიზმი, რომელიც შიგადაშიგ ამოტივტივდება ნაციონალური გამოხტომებით ლიბერალურ სამყაროში. ესეთი გამოვლენა ჰქონდა მაგალითად თავის დროზე სააკაშვილს, რომელიც ულტრალიბერალურ პოლიტიკას ატარებდა, ფაშისტურ პოლიტიკას ატარებდა საკუთარი ერის მიმართ, მაგრამ ამავდროულად პერიოდულად ჰქონდა ესეთი მილიტარისტული გამოკიდებულება და აი ტერიტორიების დაბრუნებასთან 2008 წლის ომამდე და შემდეგაც, თუნდაც საომარი რიტორიკა. და ეს ნაციონალიზმის ფაქტორები ლიბერალურ სამყაროში. აიღეთ იგივე უკრაინა, რომელსაც ულტრალიბერალური ხელმძღვანელი ყავს, არაფერი ნაციონალიზმთან და არაფერი ეროვნულობასთან ზელენსკის არ აკავშირებს, მაგრამ როგორი ძლიერი არის თვითონ ამ ლიბერალიზმის შიგნით თავად ეს ნაციონალისტური კი არა, ფაშისტური პოლიტიკა, იმიტომ რომ იგივე უკრაინის ბატალიონები აზოვი პირდაპირ მემკვიდრეობით და არა მარტო აზოვი, აიდარი ესე შემდეგ არა მარტო ემბლემებით იმეორებდნენ, მათი გამოთქმები, იგივე თუნდაც ბევრი უკრაინელი ჩინოვნიკი პირდაპირ კოპირებდა ფაშისტურ ბატალიონებს, რომლებიც და ფაშისტ ლიდერებს, მაგალითად ერთ-ერთის გამოთქმა იყო ეიხმანის ცნობილი ფაშისტი იდეოლოგიის სიტყვა, როდესაც ის ამბობდა, რომ თუ თქვენ გინდათ ნაცია გაანადგუროთ, უნდა გაანადგუროთ ბავშვები, რადგან სისხლის ამღები არ დარჩება ერში, რომელიც შემდეგ ამის გამო სისხლს აიღებს. მათ დარჩათ შთამომავლები, ისინი ცდილობენ სისხლი აიღონ. ეხლა როგორ ფიქრობთ, აი ამ ხალხს გენეტიკურად ქართველების, სტალინის სამშობლოს მიმართ, კანთარიას სამშობლოს მიმართ, იმ 300.000 მებრძოლის მიმართ, როგორი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ, როგორი ექნებათ და როგორ ორგანიზაციებში გვინდა გაწევრიანება.
საერთოდ საქართველოში ამ კუთხით ამ ყველაფრისთვის არავის არ უყურებია. რაც შეეხება იმას, რომ თვითონ ეს ფაშიზმის ფენომენი არსად არ წასულა, ისევ და ისევ უკრაინას მიუბრუნდებით და თუნდაც აი ეს ფაშისტები, რომლებიც დაახვედრეს სტეპან ბენდერას და მათი საძმოს წარმომადგენლები, რომლებიც ჯერ კიდევ ცოცხლები არიან კანადაში. როგორც ხედავთ, უამრავი დამნაშავე დაუსხლტა მართლმსაჯულებას და უფრო მეცაც გეტყვით, ნიურნბერგის ტრიბუნალი სტალინის ინიციატივა და საბჭოთა კავშირის მოთხოვნა იყო, რომ დასავლეთის ქვეყნებს საერთოდ არ უნდათ ნიურნბერგის პროცესის ჩატარება, ისინი პირიქით სარგებლობდნენ იმ მოვლენით, რაც მოხდა და ყველამ კარგად იცოდა, რომ საბჭოთა კავშირის და დასავლეთის ქვეყნების დაახლოება მეორე მსოფლიო ომში და მათ მიერ სამოკავშირეო ომის წარმოება ეს იყო სიტუაციური მოკავშირეობა და არა ბუნებრივი მოკავშირეობა. აქედან გამომდინარე, მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ომი დამთავრდებოდა და ხელახლა დაიწყებოდა ყველაფერი. და რაც შემდეგ ცივ ომში გადავიდა, ესე გადავიდა და მოვიდა აქამდე. მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო თემა არის. თითოეულ სჭირდება ჩაღრმავება, თითოეულ სჭირდება გაანალიზება. ეს არის ზღვაში წვეთი, რადგან იგივე სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში არის უამრავი ქალაქები, დიასპორები, რომლებიც პირდაპირ შთამომავლები არიან ფაშიზმის. და მე ერთ სიტყვაში განსაკუთრებით ვეთანხმები რეიგანს, თუ ოდესმე ამერიკაში მოვა ფაშიზმი, ის მოვა ლიბერალიზმის ნიღბითო და ლიბერალიზმის ნიღბით ნამდვილად მოსული არის საქართველოში დიდი ხანია ფაშიზმი. ამიტომ ამ ყველაფერს დაფიქრება ჭირდება, ამ ყველაფერს გააზრება ჭირდება და ყველაფერს ჭირდება დეტალური შესწავლა. არა ზედმეტი, არა ესე რომ ვთქვათ, რაღაცა გაუნათლებელი ადამიანების დონეზე რაღაც შეთქმულების მარტო თუმცა არა ზოგი ხშირ შემთხვევაში შეთქმულების თეორიები აღმოჩნდება, მაგრამ მე ვამბობ გადაჭარბებული შეთქმულების თეორიების მოყვარულებზე. არის ძალიან ბევრი რამე ლოგიკური დასაბუთებით. მათ შორის დამოკიდებულება ახლა არის ისეთი, რომ აი ეს ნატო, რომელიც წარმოადგენს თურმე დემოკრატიის და რა ვიცი თავისუფლების ბლოკს, ეს თურმე სოფლიოს გადარჩენა ყოფილა და სინამდვილეში რაც აღმოჩნდა ქართველებმა საკუთარ თავზე ძალიან კარგად გამოუცადეთ რა არის ეს ორგანიზაცია და როგორი ღირებულებები გააჩნია და როგორი ყურადღებას იჩენს საქართველოს და ქართველების მიმართ, მაგრამ არსებობს ესეთი თეორიაც მათ შორის, რომ ეს არის სახეცვლილი ფაშისტური ორგანიზაცია და ემბლემების ახსნა, ასე შემდეგ. დღეს როგორც თქვენ ნახეთ ამ ბლოგში არანაირი მსგავსი რაღაცა შეთქმულების თეორიებზე არ ყოფილა საუბარი, არანაირი მისტიკასთან არ აქვს საქმე, ჯობია მოვიცილოთ ეს მისტიკა და რეალურად შევხედოთ ყველაფერს. რეალურად კი ფაქტი არის ის, რომ ფაშისტები, რომლებმაც მოახერხეს დასავლეთის ქვეყნებში გაქცევა, მათ შეძლეს ეთანამშრომლად დასავლეთის ხელისუფლებისთვის, რომლებმაც შემდეგ დაუფასეს ეს თანამშრომლობა და სხვადასხვა დიდ თანამდებობებზე გააგრძელეს მუშაობა და გააგრძელეს ის, რასაც ახორციელებდნენ 1941 წლიდან. და რა ვიცი, თუ ამას ჩვენ არ დაუკვირდებით და თუ ამას ჩვენ არ გავიაზრებთ, მაშინ რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო და ბოლო 35 წლის მანძილზე რაც მოგდის და საერთოდ ისტორიას ვინც ვერ იაზრებს, იმას მომავალი არ გააჩნია. მით უმეტეს ქართველებს, რომლებსაც ყველაფერი გვიწერია ჩვენ ისტორიაში და კარგად უნდა გვახსოვდეს თუნდაც ის, რომ თხას უთხრეს, გელი მოკვდაო, თხამ ნავარდიქნა გაიქცა, თხაო რა გაგხარებია, განა სამგლეთი დაიქცა, იმას რომ ლეკვები დარჩა, ისინიც გლებად მაიქცაო და აი მგლის ლეკვები დასავლეთიდან, სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და ჩვენ კიდე ერთმანეთი ვჭამოთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორი დემოკრატიულ დასავლეთში მოგვიწევს ცხოვრება. დემოკრატიულში არა, მაგრამ ეს დასავლეთში კი მოგვიწევს ცხოვრება. როგორში ცხოვრობ დღეს. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა ყველას გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, შემოგვერთით ტელეგრამის არხზე, გამოიწერეთ არხი. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, რას ფიქრობთ, როგორ ფიქრობთ, რა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ, თქვენი სურვილი რო იყოს, რას შეცვლით თქვენს ესეც დაწერეთ, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ჯანსაღ კრიტიკას ვერ იტანს. ოღონდ თუ დაწერთ, ახლა ისეთი არ დაწეროთ, აი
უკინა განათლებულები რო წერენ და არგუმენტირებულ კრიტიკას მივესალმები, პირიქით მადლობას გადაგიხდით, ვინც თავს შეიწუხეთ და არგუმენტირებულ კრიტიკას დაწერთ. დანარჩენი კიდე გამოიწერეთ, გვერდი გააზიარეთ და რა ვიცი, თუ კი თქვენ მოგწონთ ეს ფორმატი, მე მოვალშიც გავაგრძელებ საინტერესო თემების ამ ფორმით გადმოცემას და ვნახოთ იქნება რამენაირად ერთად მივიტანოთ საზოგადოებამდე სიმართლე. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის, კარგად ბრძანდებოდეთ.